დღემშვიდობის ეთერშია გადაცემა ახალი შუადღე გოჩასთან ერთად ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ და რა თქმა უნდა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი უნდა წარმოგიდგინოთ პერსონალური ბრენდის მენტორი, ქსელური მარკეტინგის სტრატეგი თამთა ბაინდურაშვილი. მოგესალმებით, მადლობა რომ მოგწანთ ჩვენთან გადაცემაში ბედნიერ წარმატებულ დღეს ეთერს გისურვებთ. უღრმესი მადლობა გოჩა მოწვევისთვის. მადლობა რომ მოგწანდით და რა თქმა უნდა საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ თუ რა არის პერსონალური ბრენდი და რატომ გახდა ის დღეს აუცილებელი. ნუ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ კითხვის სახით იქნება რომელზეც შესაბამის პასუხებს მოგცემთ და მართლაც საინტერესო არის და არჩევების სახითაც გადავცემთ ჩვენს ვერფას ტელემაყურებელს. აუცილებლად. და რა არის თვითონ პერსონალური ბრენდი? ნუ წარდგენაც ისე გავაკეთეთ პერსონალური ბრენდის მენტორი, ქსელური მარკეტინგის სტრატეგი, აი როგორ შეიძლება რომ განვარტოთ? კი ბატონო, რა არის პერსონალური ბრენდი? ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა სოციალურ ქსელებში უმეტესობა მენტორებისა საუბრობს უკვე პერსონალური ბრენდინგის აუცილებლობაზე და სანამ ვიტყვი იმას თუ რა არის პერსონალური ბრენდინგი, ვიტყვი იმასაც რომ რატომღაც არასწორად ესმით, იმიტომ რომ ხშირად აიგივებენ ხოლმე კომპანიის ბრენდინგთან. რეალურად პერსონალური ბრენდინგი არის ის თუ როდესაც შენ ადამიანი გამოდიხარ ოთახში, ვინც იქრჩებიან, რას ამბობენ შენზე, ანუ შენი რეპუტაცია, შენი სახელი, შენი გავლენა, აი რასთან ასოცირდება შენი სახელი, ეს არის პერსონალური ბრენდინგი. ხშირად ვამბობ ხოლმე ამას, რომ ბრენდი არის დაპირება და ამ დანაპირების მრავალჯერადი შესრულება. ეს თავისთავად ქმნის რეპუტაციას და შემდეგ უკვე გავლენას. არიან ისეთი ადამიანები გოჩა, რომლებიც იძახიან, რომ მე არ მაქვს პერსონალური ბრენდი. ადამიანები თითოეული ჩვენგანი ისედაც ბრენდები ვართ, უკვე ადამიანი ბრენდები ვართ, უბრალოდ გარკვეული რეპუტაცია ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ თვითონ ან სხვები შექმნიან ჩვენზე, სხვები იტყვიან ჩვენზე, ასე ვთქვათ. ანუ ნახეთ, ჩვენი მოქმედებებით შეგვიძლია შევიქმნათ ისეთი რეპუტაცია, რომ სხვა ადამიანებმა ზუსტად ის დაინახონ თქვენზე, რასაც გინდათ რომ ხედავდნენ. და ხშირად არის ხოლმე ისე, რომ როდესაც ამაზე ადამიანი არ ზრუნავს, ეს რეპუტაცია იქმნება თავისთავად ავტომატურად და ხანდახან არასახარბიელოც არის ხოლმე თითოეული ადამიანისთვის ეს. აი მარტივად ახსნი ხარ არის პერსონალური ბრენდი, ხო? იმიტომ გონიათ ხოლმე რომ მაინც და მაინც რაღაცა ცნობილი ადამიანი უნდა იყო, ხო? კლასში ბავშვი რომ არის ოროსანი და რომ არის ფრიადოსანი, ეს არის მათი პერსონალური ბრენდი. ესე იგი ბრენდი არის, რადგანაც ვერსალს ისიც ბრენდია, ხო? მისი ბრენდი ეგ არის, მისი პერსონალური ბრენდი ეგ არის. საინტერესო არის, ესეთი კარგი პასუხი გაგვაცით. აი თქვენი პერსონალური ბრენდი მაგალითად, ხო, როგორი ჩემ თვალში როგორი შეიძლება იყოს ძალიან შრომის მოყვარე, პოზიტიური, ხალისიანი და საქმის მოყვარული ჟურნალისტი. ჩემს თვალში თქვენი პერსონალური ბრენდი არის ეს. მადლობა. და შეიძლება თუ არა რომ ყველას კონდეს პერსონალური ბრენდი, თუ ეს მხოლოდ ცნობილ ადამიანებს ეხებათ. მეცაც გეტყვით, არა თუ ცნობილ ადამიანებს ეხებათ, აუცილებლად უნდა გქონდეს იმას, ვინც ჯერ არ არის ცნობილი. რატო? იმიტომ რომ ეს ერთგვარი შეცდომაც კია, როდესაც ელოდები რომ აი რაღაცას მივაღწევ და მერე გამოვჩნდები, ჯერ მაკლია კიდევ ბევრი იქამდე რომ ბრენდი ვიყო, აი ბრენდთან აიგივებენ თვითონ სიტყვას ხვდებით და კომპანიის ბრენდები, რადგან იციან რომ უკვე დიდი ბრენდები არიან, უკვე წარმატებული ბიზნესები არიან და ამიტომ ჩანან, გონიათ რომ თვითონაც ასე უნდა იყვნენ. არა და პერსონალური ბრენდის ყველაზე მაგარი იდეა რა არის, იცი, როდესაც ადამიანი აჩვენებ, რომ აი აწერტილში მე რო აქ ვდგავარ, როგორია ჩემი ზრდის წერტილი, ანუ ჩემი ტრანსფორმაცია და როგორ მოვედი აქამდე ამ ბეწერტილამდე და ადამიანებს წიგნის კითხვა საიდან უყართ თავიდან ხო ბოლოში ხომ არა მიკითხულობს უკვე დასასრული წავიკითხო და მორჩა ამით ანუ თითოეული ადამიანი არის წიგნი და აი ეს თითოეული ადამიანი უნდა წაიკითხო როგორც ბრენდი აწერტილიდან მის ახლანდელ მდგომარეობამდე ესე გადაშილი წიგნი არის და საინტერესო შენ რას წაიკითხებ აი ეს შეიძლება დამოკიდებული მართლა საინტერესო წიგნი იყო როდესაც ესე იგი თუ არის ადამიანის საინტერესო, შინაგანაც ეგეთი ინფორმირებული ყველაფრით, რომ მიყვოს თავისი უნიკალურობა. პერსონალური ბრენდი მიყვარს იმიტომ, რომ აქ ადამიანებში უპოულობთ უნიკალურობას. ხშირად თვითონაც კი არიციან, თუ აი ამის მატარებლები არიან ეს ადამიანები. საინტერესო არის. და ყველაზე დიდი შეცდომა რა არის, რასაც ადამიანები უშვებენ საკუთარი ბრენდის შექმნისას. როდესაც ქმნის საკუთარ ბრენდს, რა არის დაშვებული შეცდომები ამ დროს? და რა უნდა გავითვალისწინოთ? კი, უმთავრესი და უპირველესი შეცდომა ეს არის, როდესაც იწყებს სხვა ადამიანების კოპირებას, როდესაც არ ხარ ავთენტური, ანუ არ ხარ ნამდვილი.
რაში გამოიხატება ეს იცით რომ ვიღაცა უკვე წარმატებულია, წარმატებული ფრაზა თქვა რაღაცა გავარდა ამისი ვიდეო, ტერმინს ვიხმარებ, იმიტომ რომ ხშირად ხმარობენ ხოლმე სოციალურ ქსელებში ამ ტერმინს, გავარდა ვიდეო, ესე იგი კარგი ჰუკი ქონდა, ანუ სათაური, კარგად დაიჭირა მაყურებელი, მოდი მეც იგივეს გავაკეთებ. მოდი მეც იგივე ტერმინებით ვისაუბრებ, იგივე ასე ვთქვათ, გარემოს შევიქმნი, საიდანაც ვსაუბრობ, იმიტომ რომ ის წარმატებული ამითი გახდა რეალურად თითოეული ადამიანი თავისი ენერგიის და ხასიათის მატარებელია, თავისი ღირებულების მატარებელია და შენ თუ ამ ღირებულებას არ გამოაჩენ და სხვას დააკოპირებ, რა ხდება გოჩა იცი რომ მაყურებელს არ მოსწონ ხარ. ანუ შეიძლება რომ მკითხო რა, აი რატომ არ მოგწონს ეს ადამიანი, ვერც კი აგიხსნას რატომ არ მოსწონ ხარ, იმიტომ რომ უბრალოდ გრძნობდეს რომ ნამდვილი არ ხარ. აი ხდება ინტუიციურად ხდება, ვერ მოატყუებ და თან ძალიან განვითარდნენ ეს ჩვენი აუდიტორია, ძალიან გაიზარდა ასე ვთქვათ, ინფორმაციულ უდიდეს ნაკადში ვიმყოფებით ახლა და თუ არ ხარ გამორჩეული და ნამდვილი, ცოტა რთულია რომ ეს მაინტერესებს ტყუილი, როგორ შეიძლება ეს ტყუილი რას ნიშნავს დაზეპირებული თქვათ ეს ყველაფერი და მე გადასცემ ამიმბა დაკოპირება კი მიმბაძველობა დაკოპირება ეს ყველაფერი პერსონალური ბრენდისთვის ცოტა მიუღებელია იმიტომ რომ თითოეულ ადამიანში არის ისეთი უნიკალური მახასიათებლები ღირებულებები თვისებები რომ ამ ყველაფრის წარმოჩენით მართლა შენ ადამიანებს მოიზიდავ შენს აუდიტორიას მოიზიდავ და შენს მყიდველებს და არ არის აუცილებელი რომ ვიღაც დააკოპირო უბრალოდ უნდა იცოდე ეს როგორ წამოწიო ნახე საინტერესო რა არის როდესაც კურსზე მოდიან ადამიანები მე არ ვიცახი რომ მოდიან პერსონალური ბრენდის შექმნისთვის პერსონალური ბრენდის აქტივაცია ასე ქვია, იმიტომ რომ შენში უკვე არის და ჩვენ ვიქექებით ძალიან ღრმა შრეებში, ეს არის ტრანსფორმაციული პროცესი, როდესაც აბსოლუტურად ყველა მიღწევას ვნახულობთ. თუ კი ოდესმე პატარა რომ იყო და სკოლაში რომ ლექსი თქვა, ამ ლექსისთვის რა თვისებები გამოიყენა, გამბედაობა, სიყვარული, რა უნდოდა რომ ყურადღება მიეღო აუდიტორიისგან, აი რატომ, რამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი და ისეთ უნიკალურობებს და ისეთ სიძლიერეებს ამოვიღებთ ხოლმე, რომ თვითონაც კი არ სჯერათ, რომ ეს მე შევძელი, ანუ ეს თვისება მე მაქვს და ამ ყველაფრის ფონზე იქნება მართლა უნიკალური პროდუქტი შემდეგ. არ არის საჭირო ვიღაც დააკოპირო. მეორე და გავრცელებული შეცდომა კიდევ არის ის, რომ პერსონალურ ბრენდს ხშირად აიგივებენ იმიჯთან. იმიჯი და ვიზუალი რომ აუცილებელია, ამაზე მეც ხშირად ვსაუბრობ და წარმოიდგინეთ, რომ პირველი ეფექტი იქნება რითი, რომ ვიზუალურად რომ დაინახე ადამიანი, მოგეწონა და მოგინდა რომ უყურო მას, მაგრამ ეს არ არის პერსონალურ ბრენდინგში მთავარი. ეს იცი რას გავს, რომ აი მაღაზია, წარმოიდგინე გარედან ლამაზი ვიტრინებით, განათებით, შეღებილი, შეხვედი და უხარისხო პროდუქტი დაგხვდა. ზუსტად ესია ერთხელ შედიხარ და მეორედ ხო იქ აღარ შეხვალ იმის გამო რომ უბრალოდ ლამაზია ხომ აი იმ იმიჯის უკან აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ღირებული თორემ ადამიანი ბრენდი უბრალოდ სარიელია და რა როლი აქვს სოციალურ ქსელებში პერსონალური ბრენდის განვითარებაში აი რა როლის შესრულება შეუძლია სოციალურ ქსელებს კონტენტი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პერსონალური ბრენდისთვის, იმიტომ რომ დღეს უკვე პოზიციონირდები სოციალურ ქსელში. აი, ნახე ადრე თუ იყო მაინც და მაინც უფრო აქტუალური ტელევიზიები იყო, უფრო აქტუალური ბანერებზე დაბეჭდა იყო, ხო, ფლაიერების გავრცელება იყო. რაღაცით ხომ უნდა გაგევრცელებინა შენზე ხმა. და ხშირად იყო რეკომენდაციები იმის ის იყო, ამის ეს იყო, ვიღაცა მითხრა და მივედი, კარგია, ნამდვილად კარგი, ესე იგი ამ ექიმთან უნდა მივიდე. ეხლა ასე აღარ ხდება, ყველაფერმა სოციალურ ქსელში მოიყარა თავი, მაგრამ ნახე გოჩა აქაც რა არის პერსონალური ბრენდის შემთხვევაში, რომ კონტენტი აი ჩემი სიბრძნეებიდან ვიდრე ასე ვთქვათ, შემიძლია შევადარო ფანჯარას და ადამიანი ბრენდი არის ის, ვინც ამ ფანჯარაში ჩანს. აი როგორ ეჩვენები ხო ადამიანებს აქაც სტრატეგიულად უნდა იმოქმედო და ნაკლებად ანუ ტექნიკური მხარე, ვიზუალური მხარე აუცილებელია გაითვალისწინო, მაგრამ მასზე დამოკიდებული არ უნდა გახდე, იმიტომ რომ თუ მარტო ალგორითმზე გექნება აქცენტები გაკეთებული, დაიკარგები. მთავარი აქცენტი არის ის, რომ შენ რა ღირებულებას გასცემ, როგორ აღძრავ სანდოობას ადამიანებში და ეს ადამიანები რას მიიღებენ შენგან, ანუ რატო უნდა მოვიდნენ, თუ მათ პრობლემას ჭრი, თუ ოცნების ასრულებაში ეხმარები, ისინი აუცილებლად მოდიან შენამდე. საინტერესო არის ძალიან და შეიძლება თუ არა რომ ძლიერი პერსონალური ბრენდი ადამიანს კარიერულად დაეხმაროს. კი.
აქაც ვიტყვი მას, რომ ხშირად ფიქრობენ, რომ მარტო ბიზნესის წარმომადგენლებს სჭირდებათ პერსონალური ბრენდის შენება, ან სჭირდებათ მარტო ბიზნესმენებს, ან ჟურნალისტებს პირობითად, მსახიობებს, პოლიტიკოსებს არა, აბსოლუტურად ყველა სჭირდება, რატო? აი ნახე, რა ბენეფიტი აქვს ახლა, როდესაც ადამიანი ვიღაცის სამსახურში მუშაობ, მაგრამ აშენებს შენს პირად ბრენდს, ხო? ჯერ ერთი. როდესაც შენ აი ამ გარკვეული თემის გარშემო, რაზეც მუშაობ, რაც არის შენი ნიშა, პირობითად ხარ, რა ვიცი, მენეჯერი. და როგორც მენეჯერი იმ სფეროს გარშემო ამბობ შენს სათქმელს, შენს აზრს, ხედვას აზიარებ, აძლევ ადამიანებს რჩევებს, ხო? ეხლა სოციალური ქსელით გაიცემა ძირითადად ეს უფასო რჩევები, პოსტის სახით იქნება, ვიდეოს სახით იქნება, ხო? უკვე შენ საჭირო აუდიტორია გამჩნევს, ანუ ჩვენი სამიზნე აუდიტორია მხოლოდ კლიენტები არ არიან. ესენი შეიძლება იყვნენ დამსაქმებლები, ეს შეიძლება იყოს მედია სხვათა შორის, შეიძლება იყოს აზრის ლიდერები, ვისთან ერთადაც გინდა რომ შემდეგ კოლაბორაციები გააკეთო. ამიტომ ისინი ადვილად ხვდებიან თვალში დამსაქმებლებს და ადვილია მათი როგორ ვთქვა, ბევრს კერწვალობენ რომ ოღონდ მიმიღეს სამსახურში, ანუ აქეთ მოსდით შესაძლებლობები, რომ რა პირობები გაქვთ ჩვენთან რომ იმუშაოთ. და როგორ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი პერსონალური ბრენდი სწორად ვითარდება? ხო, ეს ძალიან საინტერესოა, როგორ ვიქებთ. პირველი უნდა გავიგოთ. როდესაც ჩვენს პერსონალური ბრენდის შექმნაზე ვსრუნვართ და როგორ განვითარდა? აი როგორ იცი, მაგალითად შენს სახელთან რა ასოციაციებია. აი, ჩემზე რა სიტყვია ხო, ეს ისქალი არ არის, ისქალების ფინანსურ თავისუფლებაზე რომ ლაპარაკობს, ეს თამთა ის არ არის, ფინანსებზე რომ ხშირად საუბრობს და პერსონალურ ბრენდზე, ანუ უკვე რაღაცასთან გაკავშირებენ. გაიგე შენი სახელი და გვარი და გაკავშირეს რაღაცასთან. პირველი ეს მომენტია. მეორე არის ნდობა. ადამიანებს უჩნდებათ შენს მიმართ ნდობა, გეკითხებიან აზრს, გეკითხებიან რჩევებს, ხო? ხშირია, ჩემ შემთხვევაში ძალიან ხშირია ასეთი. მესამე კრიტერიუმი არის ის, რომ უკვე ხარისხიანი აუდიტორია გიყურებს და არა ყველა, ძალიან კარგი ფილტრია გოჩა, ისე გაიფილტრნენ ჩემგან, ასე ვთქვათ, ის ადამიანები, ვისთვისაც მე არ ვსაუბრობ, რომ ჩემთვის უკვე კომფორტული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰეითერები მაინც იქნებიან და მაინც არიან, როდესაც ექსპერტი ხარ ნიშაში, ყველა პირველი ჰეითერები ჩვენ ვართ საკუთარი თავის. აი ეს მაინტერესებს პირველი ჰეითერები ჩვენ ვართ საკუთარი თავის და რა შეიძლება გამოიყენოს? აი ამაში როგორ წარმოვიდგინოთ ჰეითერები? როგორ ვართ საკუთარი თავის ჰეითერები? როდესაც რაღაცას ვაკეთებ და ჩვენს თავს ვეუბნებით, რომ აი შენ საკმარისი არ ხარ. ეხა ეს რა დებილობა ვიდეო ჩაწერე, მაგალითად. აი ეს უკვე ჰეითერი. ანუ შენ თავს აჰეიტებ, ანუ სხვა რომ გითხრას ეს ხომ არ გესიამოვნება და ამ დროს შენს თავს იმის მაგივრად რომ ყოჩაღ ეხლა მომდევნო უკეთესი იქნება, ეუბნები რომ აი რანაირი ხარ ეხლა აქ რა. აჰა, საკუთარ ეს უკვე არის. საკუთარ თავს აჰეიტებ, მაგრამ ჰეითერები ჩნდებიან, როდესაც შენ ხარ ნიშაში ექსპერტი. მანამ არავინ არ გაგეკარება, არავის არ შეეშინდეს. ჰეითერების გაჩენის თამამად დაიწყეთ, ასე ვთქვათ, სოციალური ქსელების გამოყენება როგორც მთავარი აქტივი დღეს, იმიტომ რომ ბიზნესი თუ არ გაქვს სოციალურ ქსელში საერთოდ არ გაქვს ფაქტიურად და თუ გაჩნდებიან ჰეითერები გილოცავთ, იმიტომ რომ ესე იგი თქვენ საუბრობთ როგორც ექსპერტი. საინტერესო არის მართლაც აი ყოველი კითხვის პასუხის დასრულებისთვის ყოველ სიტყვას ვამბობ საინტერესო არის იმიტომ რომ რაღაც ინფორმაციას ვღებულობთ ყველაფერს. ახალი თემა, ხო? ახალი თემა მართლაც. და მეოთხე კრიტერიუმიც აქვს გოჩა როგორ გავიგოთ რომ ვიზდებით ეს ის რომ ხარისხიანი აუდიტორია მოდის ჩვენამდე და ბოლო ეს არის რომ ჩვენს ფრაზებს იმეორებენ. ანუ რა აი შენ რომ ვიდეოში ეს თქვი, იცი რა რაღაცა პოსტი რო გაგვიზიარე, როგორ დაგვეხმარა. ჩემ შემთხვევაში ისეთი ადამიანიც არსებობს, აღმომაჩნდა და გამიზიარა ამ ადამიანმა, რომ თურმე ჩემს პოსტებს და სტორითელინგებს სალკე ბლოკნოტში იწერს, როგორც პატარა მინი ტრენინგები. და რა არის სამი მთავარი კომპონენტი ძლიერი პერსონალური ბრენდისთვის? მოდი პირდაპირ ვიტყვი და მე განმარტავ. ხო ეს არის სიცხადე, ეს არის კონგრუენტულობა და ეს არის თანმიმდევრულობა. სიცხადე რა იცი, რომ ვინ ვარ მე? ანუ მე უნდა კარგად ვპოზიციონირდე ვინ ვარ, რა ძლიერი მხარეები მაქვს და რაში შემიძლია ადამიანების დახმარება. ანუ ჩემ აუდიტორიამ უნდა იცოდეს მე მათ რაში ვეხმარები, რატომ უნდა მომმართონ, რატომ უნდა დამითმონ ძვირფასი დრო მიყურონ, ხო? თუნდაც. რაც შეეხება კონგრუენტულობა, ეს არის ნამდვილობა. ანუ როგორი რაღაც არის, იცით, ჯანსაღ-კვებაზე ვსაუბრობ. მაგალითად, ბლოგერი ვარ და ვსაუბრობ ჯანსაღ-კვებაზე და ამ დროს ჩემი გამომწერი მხედავს კლუბში, იქ მიჭირავს ალკოჰოლი, იქ ენერგეტიკული სასმელები, იქ რაღაცა სიგარეტი პირობითა და საერთოდ აცდენილი ვარ იმას, რაზეც ვსაუბრობ, ხო? ანუ აუცილებლობა
იცხოვრო იმის შესაბამისად, რასაც საუბრობ სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ კიდევ ვიძახი, იგრძნობა კიდეც და სადღაც მაინც დაგინახავენ, რომ ეს ისე არ არის და რაც შეეხება უკვე თანმიმდევრულობას, მეცინება ხოლმე, აი ერთი პოსტი დავდე, ერთი ვიდეო ჩავწერე, სამი ვიდეო ჩავწერე და არანაირი გამოხმაურება არ მოყვა. მეგობრებო, პირდაპირ გეტყვით, მაშინ მე უნდა აშენებული ვიყო და რა ვიცი, მილიარდელების სიაში უნდა პირველი ვიყო რამდენ ვიდეოებსაც ვწერ, ხო, თანმიმდევრული უნდა იყო, ყოველდღიური პოსტები, უნდა გქონდეს გათვლილი რამდენ ვიდეოს დაადებ, ადამიანს ერთხელ რომ დაენახვები, ხო, რომ აი თუნდაც შენს რატომს მოყვები, რატომ აკეთებ ამ საქმეს, ხო, პირველ პოსტს ვურჩევ ხოლმე, რომ აი თუ იწყებთ ახლა პოზიციონირებას, ადამიანებს მოუყევით, რომ რატომ აკეთებთ ამ საქმეს. აი თქვენი ემოციები გადმოეცით, ნამდვილი ემოციები, არა ფულის გამო, არა წარმატება, არა იმის გამო, აი გული რომ გითბებათ, როცა თქვენი გაბრწყინებული ადამიანების თვალებს ხედავთ, ვისაც ემსახურებით, ხო, თუნდაც. ეს მოყევით და ერთხელ მოყევი, მიიქცე ყურადღება და გაქრი. აღარ ჩამხარ. ანუ კარგად ვწონდებოდეთ ორი თვე ვარიანტი რომ არის, ანუ უკვე აღარ ხარ სისტემატურად უნდა იყოს სისტემატიური არ ხარ, ხო, თანმიმდევრულად უნდა აკეთებდე. პოსტები ყოველდღიურად, სტორები ყოველდღიურად, უკვე ვიდეოები კვირაში მინიმუმ 2-3 ვიდეო მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ რაღაცა აქტიურად ვიყოთ და ჩართულობა გამოვიწვიოთ ადამიანების. აუცილებლად, აი ემოციური კავშირი უნდა დამყარდეს აუდიტორიასთან. თუ თქვათ არ არის ჩართულობა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვათ ის პოსტი არ არის საინტერესო. თქვენ არ ხართ საინტერესო არის ერთი ვარიანტი და მეორე ვარიანტი არის ის, რომ იმდენად იშვიათად პოსტავთ, რომ ალგორითმი არ აჩვენებს. ანუ Facebook-ის და Instagram-ის კი ვეღარ აგიქვამთ ისე, რომ თქვენ უნდა შესთავაზოთ თქვენი თავი ვიღაცას, თქვენი გვერდი ვიღაცას და აჩვენოს თქვენი პოსტი. ამიტომ თითქოსსაც შეუძლიათ, რომ ეს ასეთი შექმნას, რომ არ ხარ საინტერესო არის, ეგ სოციალური ქსელები, თვითქსელებიც კი გვაკონტროლებენ. და ასევე თამთა, როგორც თქვენ ქსელური მარკეტინგის სტრატეგი, როგორ ფიქრობ, რატომ ვერ აღწევს ბევრი ადამიანი ამ ნიშანში შედეგს? რატომ ვერ აღწევენ ქსელურ მარკეტინგში შედეგებს? იმიტომ რომ უნდა სწრაფი ფული. ანუ ქსელურ მარკეტინგში ხშირად მიდიან ადამიანები იმ ილუზიით, რომ აქ მალე გამდიდრდები. ანუ დიდი ფული იშოვება. ნამდვილად ქსელური მარკეტინგი არის სისტემა, სადაც შეგიძლია რომ დიდ წარმატებას მიაღწიო, დიდი ფინანსები გამოიმუშაო, მაგრამ ეს არის სისტემა, რომელიც მოითხოვს ძალიან დიდი ძალისხმევის ჩადებას. ანუ მოთხოვნებიც დიდი აქვს ხდები, ან უნდა იყო სტრატეგი ქსელურ მარკეტინგში და არა მხოლოდ უბრალოდ ლიდერი. თქვენ ახსენეთ, რომ არა უბრალოდ როგორც ლიდერი და ფიქრობ ლიდერული თვისებები საინტერესო, ეს საჭირო არის ხო ადამიანს. აი ნახეთ რას აკეთებენ ქსელურ მარკეტინგში, მიდიან, გონიათ რომ 2-3 ადამიანი მოიყვანეს გუნდში, ეს უკვე გუნდია, ერთი ადამიანიც რომ ყავს უკვე გუნდია, რა თქმა უნდა, გაყიდვებზე ხარ მიბმული, დამოკიდებული და არ ფიქრობ იმაზე, რომ აქ მთავარი ქსელურ მარკეტინგში არის ურთიერთობები. ეს არის ურთიერთობების ბიზნესი. ლიდერი უნდა იყოს ყოველთვის საქმის კურსში, რა ხდება, იმპულსი უნდა ეჭიროს, პულსზე ხელი უნდა კონდეს დადებული, ყოველთვის უნდა ესმოდეს თავისი გუნდის. თითოეულ წევრს რა უჭირს, რას ტკივა, სად არის მათი ძლიერი მხარეები, სად არის მათი სუსტი მხარეები, ყოველთვის პირველი ინფორმაცია ლიდერმა უნდა მიიტანოს თითოეულ გუნდის წევრამდე. როდესაც დიდია გუნდი და გაშლილია გუნდი და ფიზიკურად სიღრმეებში ვერ ჩადიხარ, არის 400 ადამიანი ყავთ, 1000 ადამიანი ყავთ გუნდში და ვერ ჩადიან იქამდე, ხო? ასეთ შემთხვევაში ისეთი ძლიერი ლიდერი უნდა იყოს, რომ შენს ქვეშ არსებული ლიდერები კარგად გაზარდო, ასე ვთქვათ, იმ კუთხით, რომ მათ იგივე გააკეთონ, რასაც აკეთებ შენ, ანუ გაიმეორონ შენი ქმედება. დელეგირება უნდა შეგეძლოს ლიდერს. და ხშირ შემთხვევაში როგორ არის, იცით, თვითონ ლიდერები არიან ხოლმე იმ მოლოდინის რეჟიმში, რომ მე ახლა აქ სწრაფად უნდა რაღაცა ვქნა, ხედავენ, რომ ამ სწრაფად რაღაცა მთლად ისე არ გამოდის და ეს არის ილუზია და თვითონვე აქვთ დემოტივაცია. აი როგორი ვარიანტი არის, იცი, რომ უნდა მესმოდეს კარგად და აი ძალიან მინდა რომ ქსელური მარკეტინგის ლიდერები სწორ ინფორმაციებს ავრცელებდნენ, აი მოდი ჩემ გუნდში მაგალითად, მოდი და ამდენი გექნება შემოსავალი, ხო აი სწორად უნდა განმარტო რის ხარჯზე გექნება ეს შემოსავლები, იმიტომ რომ მე არ მოხდეს დემოტივირება და ფრუსტრაცია. თვლით თუ არა რომ პერსონალური ბრენდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქსელურ მარკეტინგში? თვლი.
პირადად მე როდესაც მუშაობდი ქსელურ მარკეტინგში, მე ვთვლი, რომ იმ კომპანიაში მე შევქმნი ჩემი პერსონალური ბრენდი. პირველად ბრენდინგზე მუშაობა მაშინ დავიწყე პირად ბრენდზე და ჩემი შედეგები იყო, არ ვიცი, გასაოცარი შედეგები იყო, გუნდში შემოდინება, ახალი ადამიანების ზრდა, საკუთარი გადაცემა, საკუთარი სტუმრები მოწვეული, ანუ ძალიან ბევრი რაღაც შევძელი შემექმნა, სასწავლო კურსები პირადად ჩემი შექმნილი, როდესაც ბრენდი ხარ კომპანიაში, სადღაც აი ზუსტად მაგას ვიძახი, რომ დამოუკიდებელი ხომ არ ვიყავი. მე ხომ აქ ჩემი მცირე ბიზნესი მქონდა სხვის კომპანიაში. ქსელურ მარკეტინგში კიდევ ერთი შეცდომა არის ეს, რომ გონიათ, რომ ეს არის მათი ბიზნესი. თუ აქციონერებთან ერთად ყავას არ მიირთმევთ, თქვენ არ ხართ ამ ბიზნესის მფლობელი, თქვენ ხართ უბრალოდ კომპანიაში დასაქმებული ადამიანი, რომელიც მცირე ბიზნესს აკეთებთ და აი ამ მცირე ბიზნესს უნდა მიუდგე აუცილებლად სტრატეგიულად გოჩა და უნდა იყო ბრენდი, იმიტომ რომ შენი გაზარდო შენი სანდოობა. აი მაგალითის საფუძველზე გეტყვი, არის ორი ადამიანი ერთი და იგივე კომპანიაში, ხო? ერთს აქვს პერსონალური ბრენდი, საუბრობს გამოწვევებზე ქსელურ მარკეტინგში, გვაძლევს რჩევებს, გვაჩვენებს პროცესები როგორი არის, როგორ მუშაობს გუნდთან, მარტო პროდუქტზე კი არ საუბრობს, მეორე საუბრობს, როგორი კომპანია, როგორი ხარისხის პროდუქტია. ადამიანები ირჩევენ ვისგანაც მეტ ინფორმაციას იღებენ. ვისთანაც ხვდებიან, რომ მე ხა აი რატომ უნდა მივიდი ამ ადამიანთან, ხო? ხედავ, რომ ეს იმდენად თავისი საქმის მცოდნეა, აი ამან რაღაცა იცის, რაღაცნაირი მაგარი გოკვა და ის რაღაცნაირი როა, ეგ არის მისი პერსონალური ბრენდი და ზუსტად ამიტომ მიდიან იქ. მართლა საინტერესო პასუხები არის, აი არ ვიცი, აღწევანებული ვარ ამ პასუხებზე მოსმენით. და რატომ სჭირდება ადამიანს, კითხვა უნდა დაგიცოთ, რატომ სჭირდება ადამიანს მენტორი პერსონალური ბრენდის შექმნის პროცესში? მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ვარ მენტორი და მყავს როგორც ჯგუფზე ადამიანები ჯგუფურ კურსზე, ასევე პირად მენტორობაზე აყვანილი, მე თვითონაც მყავს მენტორი. რატო? იმიტომ რომ პირველი არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის ვერ ვაფასებთ საკუთარ თავს ობიექტურად. სუბიექტურები ვართ. და ხშირად ვიზღუდავთ ხოლმე თავებს, რაღაცა არ გამომივა, ეხლა ჯერ ცოტა ადრეა. მოდი ამას მერე, იმიტომ რომ რაღაცნაირად რომ იცოდე, გოჩა, ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ადამიანებს წარმატების უფრო ძალიან ეშინიათ, ვიდრე წარუმატებლობის. და აი ამ წარმატების გზაზე ქვეცნობიერად ყველაფერს აკეთებ ადამიანი, რომ არ დადგე. იმიტომ რომ რაღაცა ახალი გამოწვევების გადალახვა მოგიწევს, ხო, ისე ხო არ ხდება წარმატების მიღწევა, რაღაცა და გადალახვა შეუძლებელად გონია თავი ადამიანს და აი რატო დავიყალო, ისედაც კარგად ვარ. რატომ დავიყალო, ისედაც კარგად. ხომ შესაძლებელია უფრო კარგად ვიყო და კარგად ვიყო. ხო, უფრო კარგად გზაზე რომ იციან, რომ ბევრი რაღაც არის საკეთებელი, თითქოს ეშინია და მენტორი არის ის ადამიანი, რომელიც გარედან კარგად გინათებს. აი ახლა ეს გჭირდება, აი ახლა შენ ეს შეგიძლია, გამხნევებს კიდეც საჭირო მომენტებში, ანუ მე ხო გავლილი მაქვს უკვე ის გზა, რაც შენ უნდა გაგატარო. მე ხო ვიცი სად დაიღლები, მე ხო ვიცი სად შეგეშინდება. მე ხო ვიცი სად ვერ გაუსწორებ თვალს შენს პოტენციალს, იმიტომ რომ ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელი ვარ თითოეული ადამიანი და ზუსტად ახლა როდესაც მეც ჩემს მენტორთან მქონდა შეხვედრა და დავგეგმით ძალიან მაგარი რამე, ასე ვთქვათ, დამაგეგმინ, არ დავგეგმეთ, იმიტომ რომ ახლა მე თქვი რაღაცა მგლების ხახაში მაგდებ შემდეგი, მაგრამ ზუსტად ანალოგიურს უკეთებ მეც ჩემს მოსწავლებს, ამიტომ დავთანხმდი კი თანახმოა, რადგან ასე მხედავ, ესე იგი, რადგან შენ ხედავ რომ მე შემიძლია, ესე იგი შემიძლია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურ რუტინაში ვერ ხედავთ კიდევ რა შეიძლება რომ წინ წავიდეთ და გავაკეთოთ. მაგდაც აი საინტერესო კითხვა უკვე იქ მივედით, სადაც უკვე ადამიანებს ფინანსური მდგომარეობები აინტერესებდა და ფინანსები და თუ როგორ შეიძლება პერსონალური ბრენდი გადაიქცეს ფინანსური შემოსავლის წყაროდ. ამას წინათ ყვებოდი ჩემს სტორითელინგში და მოდი პირადი გამოცდილებიდან გეტყვი. ჩვენ გონია რომ მარტო ერთი მხრიდან შეიძლება ადამიანებს ჰქონდეს შემოსავალი. მე მაგალითად, როდესაც პროდუქტის სახაზავი დავალაგე უკვე როგორც მენტორმა, მივხვდი რომ 11 გზა არსებობს, საიდანაც ჩემთან შემოსავალი მოდის. ანუ ბრენდინგიდან გამომდინარე შევქმენი ისეთი პროდუქტები, რომელიც 11 გზიდან მაძლევს შემოსავალს. ოღონდ ეს 11 გზა როგორია, იცი, არის ყველაზე დაბალფასიანი პროდუქტი, არის საშუალო ფასიანი, არის VIP ტარიფები, ხო, ლუქს პროდუქტები ჩემ შემთხვევაში და აი ამ ყველა გზიდან შემიძლია რომ შემოსავალი მქონდეს ყოველთვიურ. დამოუკიდებელი პროდუქტები, ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი დამოუკიდებელი პროდუქტები, რომელიც იყიდება მაშინაც კი, როცა მძინავს.
და აი ამისი შექმნა შეუძლიათ ადამიანებს და მას მეც ვერ ხედავდი იყო ესეთი პერიოდი. მაგრამ როდესაც უკვე დაალაგებ აღმოაჩენ ღირებულებას, რისი გადაცემა შეგიძლია ადამიანისთვის. ჩვენ ხო ამაზე ვმუშაობთ, რომ რა არის შენი მისია. ვამუშავებთ ამას, რომ აი რა არის შენი მისია, რაში გრძნობ თავს იდეალურად, რას გააკეთებდი მთელი შენი ცხოვრება. და ხშირად როგორი რაღაცები ხდება გოჩა, იცი, ბოლო შემთხვევები, ბოლო 2 სესია მქონდა ზუსტად ესე იგი, რომ ორმა ჩემმა მოსწავლემ შეიცვალა ნიშა. ანუ საერთოდ სხვა საქმეზე მოვიდნენ ბრენდინგისთვის და აღმოაჩინეს, რომ უკვე ეხლავე შეუძლიათ ოცნებები აისროლონ და იმ საქმით ვიმუშაონ, რომელზეც ოცნებობდნენ და არ ვიცი, ჩემზე ბედნიერი ალბათ არავინ არ იყო, იმიტომ რომ ამ საქმიდან როცა ადამიანს თვალები უნთია და ბედნიერია დააკეთებს, უკვე შეუძლია ძალიან ბევრი რაღაცის შექმნა, სარგებლის შექმნა, საიდანაც თვითონაც მიიღებს შემოსავალს და მონეტიზაციის დროს ჩვენ ასეთი მოდული გვაქვს უკვე დასასრულისკენ, როდესაც ვალაგებთ პროდუქტებს პროდუქტის სახაზავზე მინიმალურ ფასიანი პროდუქტიდან VIP პროდუქტზე. ასე რომ ბრენდინგი ამის საშუალებასაც იძლევა, რომ შენი ცოდნით, შენი ღირებულებით შექმნა ისეთი მაგარი რაღაცები, რაც შენი შემოსავლის წყარო იქნება. ეს შეიძლება იყოს როგორი ფორმატი, იცი, პირობითად შეიძლება მუშაობდე მენეჯმენტში იყო დასაქმებული, სილამაზის სფეროში იყო, ექიმი იყო, არ აქვს მნიშვნელობა. შექმნა მაგალითად საკუთარი პროდუქტი წიგნის სახით, საკუთარი პროდუქტი PDF ვერსიის სახით და გაყიდო, ხო? ასევე შეგიძლია შექმნა კურსები, შეგიძლია შექმნა მასტერკლასები, ვორქშოპები და ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება მოვიდეს შემოსავალი. და რა ცვლილებას ხედავ ადამიანებში, როდესაც ისინი იწყებენ საკუთარი პერსონალური ბრენდის აშენებას? რა მიყვარს კურსში გააქტიურე შენი პერსონალური ბრენდი. ეს არ არის მხოლოდ მარკეტინგული ინსტრუმენტი. როგორც აქამდე აღიქმებოდა მხოლოდ მარკეტინგულ ინსტრუმენტად, რომ ამით მე შემიძლია ჩემი შედეგები და შემოსავლები გავზარდო ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა დროს შემეძლო, თუ არ გავააქტიურებდი ჩემს ბრენდს, ამასთან ერთად ეს არის ტრანსფორმაციული გზა. მოდის ადამიანი აწერტილით, ჩვენ გვაქვს ასეთი მოდული, ხედვის მოდული, სადაც უნდა გაწეროს, როგორია ყველაზე წარმატებული, როდესაც არის, რა აქვს, რას ქმნის, რა შედეგებს დებს, რა შემოსავალი აქვს, სად მოგზაურობს, სად ცხოვრობს, როგორი სახლი აქვს, აბსოლუტურად ყველაფერს წერთ, როგორია მისი ყველაზე წარმატებული ვერსია და რაც მე აღმოვაჩინე ჩემს მენტებთან მუშაობის დროს არის ის, რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ დღეს წარმოედგინონ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. და ამაში ვეხმარები რესურსების პოვნის სავარჯიშოთ, ამაში ვეხმარები თავისი თვისებების გამოვლენით, ხო, ღირებულებებში ქექვით, მოკლედ ძალიან დიდ რაღაცებს გავდივართ. ზოგს თავის ტკივდება, ზოგი ავარ ხდება, ნუ მოკლედ აი ჩვეულებრივ ტრანსფორმაციულ გზას გადიან, მაგრამ აი რომ გაუნათდებათ რაღაც, რომ მივხვდი ეს არის. აი ეს არის, მე შემიძლია, მე მართლა შემიძლია და რომ ხედავ, აი ერთ-ერთმა ჩემმა მენტმა მითხრა, რომ იცი რა, შენ მე ქეჩოში ხელი დამავლე და ჭაობიდან ფეხზე დამაყენე. და აი ეს არის ზუსტად ტრანსფორმაცია პერსონალურ ბრენდინგში, როდესაც წარმოდგენაც კი არ გაქვს, რა გინდა და რა შეგიძლია და უცბად პროგრამა არ გაქვს დასრულებული და შენ უკვე ფეხზე დგახარ. როგორ უნდა მივხვდეთ ჩვენ, რომ უკვე დრო არის პერსონალურ ბრენდის აშენება დავიწყოთ? ძალიან მარტივად გეტყვით. შეიძლება რაღაცა საქმიანობას ვეწევით, მაგრამ რაღაც გვინდა უფრო რომ მეტად უფრო განვითარდეთ. და დრო არის. შინაგანათაც გრძნობთ, რომ დრო არის, უკვე რომ უფრო მეტად შენება დავიწყოთ. შეიძლება შენს ქონია გოჩა ესეთი გრძნობა, რომელიმე საქმიანობაში არ ვიცი, ან რომელიმე ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, როდესაც თქვი რომ დავიღალე ერთ წრეზე ტრიალით. აი თითქოს მოჯადოვებულ სივრცეში ვარ და წლიდან წლამდე ერთ წრეზე დავდივარ. არ ვითარდები, აღარ მივდივარ წინ, ხო? ყველაზე კარგი ინდიკატორი ეს არის, რომ თუ კი აღარ მიდიხარ წინ, თუ კი თვლი რომ რაღაცა ცვლილების დროა, აუცილებლად ეს რესურსები უნდა იპოვო საკუთარ თავში. გარეთ არაფერი არ არის ხალხო, არსად არაფერი არ არის, ყველაფერი არის ჩვენში. და ის რაც ჩვენშია, აი ამის ქექვაში გეხმარებით პერსონალური ბრენდის მენტორები ზოგადად. უღრმესი მადლობა რომ მოგწონდით ჩვენთან გადაცემაში, მართლაც საინტერესო კითხვებზე საინტერესო პასუხები მივიღეთ. ნუ ყოველთვის არ ვიცი, ყოველ კითხვაზე სულ საინტერესო პასუხს დამიფრინებდით, საინტერესო არის ვამბობთ და მართლაც საინტერესო არის და ჩვენ ძვირფასი თვალმაყურებელი ალბათ იმ ინფორმაციას მიიღებს, რაც თქვენ ფლობთ. ნუ თეორიული თუ პრაქტიკული ერთად განხორციელებული უკვე თქვენზე არის დამოკიდებული და რა თქმა უნდა ჩვენზეც არის დამოკიდებული, რომ ერთად ავაშენოთ ის
ჩვენი პერსონალური ბრენდი. და ჩვენი ტრადიციული კითხვა არის თუ რა სურვილები გაქვთ, რა სურვილობთ ტელეკომპანიებს, რომელიც გადაცემა ახალ შუა დღეს და ჩვენ ზურფას ტელემაყურებელს როგორც პერსონალური ბრენდის მენტორი და ქსელური მარკეტინგის სტრატეგი. ქალბატონი თამთა ბაინდურაშვილი რას უსურვებთ? რას გისურვებთ? იცით, ბევრ საინტერესო რესპონდენტს, იმიტომ რომ როგორც თქვენს გადაცემას უხარია საინტერესო რესპონდენტები, ასევე მის მაყურებელსაც უხარია. გისურვებდით რომ არ ვიცი ესე გეკაშკაშოთ და გებწყინოთ როგორც ახლა მე სულ ვიძახი რომ აი ხა რომ მოვდიოდი ვიძახდი მე მივდივარ ფერად სივრცეში და ეს სიხალის ეს სიფერადე ეს ბედნიერების შეგრძნებები ხო და ენერგიები არ დაგეკარგოთ არასდროს. უხრმესი მადლობა. და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა პერსონალური ბრენდის მენტორი და ქსელური მარკეტინგის სტრატეგი ქალბატონი თამთა ბაინდურაშვილი. გემშვიდობებით ბედნიერად.